საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს უზბეკეთში. პაპუაშვილი დღეს დისკუსიას აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს. საუბრის მთავარი თემა ეკონომიკური თანამშრომლობა და შუა დერეფანში საქართველოს როლი იქნება. შეხვედრა უკვე შედგა ისრაელის, თურქეთის და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს სპიკერებთან. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ქართულმა დელეგაციამ ბელგიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა თუ რამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირს შორის პრობლემები. სასაუბრო საკითხები სხვადასხვა არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მათი პარლამენტის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს იმ ხედვებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციასთან დაკავშირებით და იმ სირთულეებზე, რომელიც წარმოიშვა ზოგიერთი არაკეთილზმნელი ევროპელი პოლიტიკოსის და პოლიტიკური ჯგუფის აქტივობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორედ ესმით ის გამოცდილება, რაც საქართველოს ამ მხრივ აქვს და ხვდებით ამ მხრივ აბსოლუტურ გაგებას ჩვენი კოლეგების მხრიდან, ასევე რაც შეეხება მასპინძელ ქვეყანას და რეგიონის წარმომადგენლებს, აქ საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე. დღეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის ეროვნული ინტერესის დონეზე აყვანილი, ასე რომ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, მათ შორის საპარლამენტო დიპლომატიის, რომ საქართველოს როლი როგორც დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის და როგორც ერთ-ერთი მთავარი ძარღვი ტვირთების ბრუნვისა უნდა დამკვიდრდეს და ამ მხრივ ჩვენ ასეთი სახის შეხვედრებსაც ვიყენებთ.